45-50 წელია, რაც ოქრომჭედლობა დავიწყე ბავშვობიდანვე, დაინტერესებული ვიყავი, ძალიან მიყვარდა ხატვა, დამთავრებული მაქვს სამხატვრო სკოლაც. დავიწყე ოქრომჭედლობაზე მომზადება, ავაშენე სახელოსნო, ყველაფერი იარაღების შევიძინე და დავიწყე მუშაობა. არ მეგონა თუ ისეთი წარმატება მექნებოდა, ძალიან მალევე იმდენი შეკვეთები მომივიდა, რომ ვეღარ ვასწრებდი, კვირები იდგნენ რიგში. გადავწყვიტე, რომ თუ რამეს გავაკეთებდი ხელოვნების დარგში, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა საუკეთესო. და წესურად უნდა მემუშავო, პატიოსნად უნდა მემუშავო, როიცია როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ჯერ დავიწყე სამკაულების დამზადება და ვაკეთებდი ყველანაირ სამკაულს, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხით. შემდეგ დავიწყე იარაღების რესტავრაცია, უფრო ქალები თუ მაგალითად სამკაულებზე აძლევდნენ შეკვეთას, მომაკაცები იარაღი აინტერესებდა და განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ ქართული ხამარ-ხანჯლით, როგორც ეს ქართული ჩოხის ატრიბუტი. ეს სახელოსნო ავაშენე დაახლოებით 40 წლის წინ, 70-იან წლებში და ყველანაირი იარაღი შევიძინე, რომ მემუშავნა ოქრომჭედლობაში და ასევე იარაღის დამზადებაშიც. აი ამ კედელზე, ამ ხალიჩაზე, ფოტოშურეს ეს ხალიჩა ბებიაჩემის მოქსოვილია, მოვაწყე დავკიდე ყველა ის იარაღი, რაც მსოფლიო იარაღებში მომწონდა. სხვადასხვა იარაღებია, აქ მარტო ქართული იარაღი არ არის, მსოფლიო სხვადასხვა იარაღებია, მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას მე უფრო ვაქცევდი ქართულ იარაღს. დღეს უფრო დიდი ყურადღება ექცევა და უფრო მოთხოვნილება არის ხანჯალზე და სასიამოვნოა ის ამბავი, რომ ჩვენი ქართველი ხალხი ცდილობს და მამაპაპური იარაღი აღადგინოს და როგორც ტრადიციული იარაღი ოჯახებში შეინახონ. ეს ჩინური იარაღია. ნინძას ხმლებს ეძახიან. ის მოკლეა და ძალიან პრაქტიკულია ხელჩართულ ბრძოლებში ახლოდან და ძალიან ლამაზიც არის. ამიტომ სოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში ცნობენ ამ იარაღს. ასევე საინტერესო იარაღია ჩინური იარაღი, რომელსაც ხმალცული ქვია. ხმალცული ქვიან. ეს ძალიან ძლიერი დასარტყმელი იარაღია. ჩვენთან საქართველოში და კავკასიაში ასეთ იარაღს არ ახმარობენ. მხოლოდ ჩინეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში ხმარობენ. ვეცადე რომ ეს მცირე კოლექცია მაინც შემენარჩუნებინა საჩვენებლად მოდიან ახალგაზრდობა და ნახულობენ, ვერს აინტერესებს, ვერს არც კი უნახია ქართული იარაღი რანაირია და ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ ჩვენ ახალგაზრდობა ნახოს რანაირი იარაღი ჰქონდათ ქართველებს და საერთოდ სოფლიოს სხვადასხვა იარაღი. 50 წელი ცოტა არ არის, რომ ამ საქმეზე იმუშაოს ადამიანები, ის იწვევს დიდ სიყვარულს თავისი სპეციალობის მიმართ. ძალიან დიდ სიამოვნებით შემოვდივარ ამ სახელოსნოში და ვიწყებ მუშაობას. რო გავა 1-2 დღე და არ შემოვდივარ, რაღაც მემართება. შუა ღამისას ამდგარ ვარ 2 საათზე და 2 საათზე დამიწყია მუშაობა. ხელოვნება ეს როგორც აი პოეტები არიან, მუზა რომ მოздით. ასე მოздით ოქრომჭედლებსაც მუზა. უცებ გამეჩნდება სურვილი და რა დროც გინა იყოს არა აქვს მშვიდობა. გამოდივარ, დავჯდები აქ და მუშაობ. ძალიან ბევრი ღამე მაქვს გატენებული ამ სახელოსნოში. აი დილით რო მამლებს დაუწყიათ ყვირილი, მე რა მიმხვდარ ვარ რომ ესე იგი გათენდა. მაგრამ ისეთი სურვილი აქვს ადამიანს, ისეთი დაინტერესება აქვს, რომ ვეღარ აღზნავს ვერც დაღლას, ვერც შიმშილს. მე ახლა ამასწინათ სათევზაოდ ვიყავი და ალაზის ხეობაში მდინარეში ვიპოვე რაღაც ქვა. ისე დაინტერესდა ეს ქვა რომ დამუშავდეს, გამოათო არა მისგან სამკაულებისთვის ამ თვალი თუ არა და რომ მოვედი მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი, მაინც შემოვედი და ღამის 3 საათამდე დავამუშავე ეს თვლები. ყველას უყვარს თავის სპეციალობა და ჩვენც ოქრომჭედლებს და ძირითადად მეც ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ჩემი სპეციალობის მიმართ და იმიტომ ვარ მონდომებული რომ ვასწავლო ახალგაზრდობას რომ არ დაიკარგოს ეს ხელოვნება. მე როგორც სპეციალისტი გძნობ რომ თანდათან იკარგება, იმიტომ რომ დღეს კახეთში სერიოზული ოქრომჭედელი არ აქვს. არიან რომ ჯვარს გამოჭრიან, მაგრამ კალიცოს გააკეთებენ, მაგრამ ეგ არ არის ოქრომჭედლობა. ოქრომჭედლობა ყველაფერი უნდა იცოდეს. ახალგაზრდობა არ დაინტერესდა და არ შეისწავლა ქართული ხელოვნება, ოქრომჭედლობა, შესაძლებელია რომ ერთ დროს დაიკარგოს ეს. კარგი იქნება თუ ამას ყურადღებას მიაქცევენ. მე ჯერ კიდე შემიძლია მუშაობა, თუ კი მთავრობა დაინტერესდება და ხელს შემიწყობს, მე შემიძლია გავხსნა პატარა სკოლა, ან აქ ჩემს სახელოსნოში მივიღო ბავშვები და ვასწავლო ბავშვებს. ეს ჩემი სპეციალობაა, პედაგოგი ვარ და სიამოვნებით გავაკეთებდი ამას.